ვახო, დადგა მეხუთე სეზონის ბოლო შაბათი კვირა. ხო და ბევრი ვიფიქრე, როგორ დაგვესრულებინა მეხუთე საიუბილეო წლის ბოლო გადაცემა. 5 სეზონის 5 ყველაზე განსაკუთრებული კერძი უნდა მოვამზადოთ. კერძები, რომლებსაც მაყურებლისგან ყველაზე კარგი და დიდი გამოხმაურება მოყვა. კოჩოხშე, კარგად მოგიფიქრებია. მაშინ როგორ ხარ, იცი? შენ მოამზადე სამი კერძი, მე მოვამზადე ორს. და პირიქით რატომ არა? მაშინ როგორ გავაკეთოთ, იცი? სამი კერძს ხო შენ ამზადები და ორს მე. ეხლა გავაკეთოთ ესე, ორს მე გავაკეთებ და სამს შენ. კარგი. ხო, ეგრე გამო. კარგი. ხო. ჩაის და შოკოლადის ორცხობილა. ვამზადებთ ცომს. გვჭირდება 300 გრამი ფხვილი, კარაქი 140 გრამი, შაქრის ფხვნილი 60 გრამი, 1 ცალი მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული, ვანილი 5 გრამი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, შავი ჩაი 1 სუფრის კოვზი და შავი შოკოლადი 150 გრამი. 5 სეზონის 5 გამორჩეული რეცეპტი. მესამე ჩაის ორცხობილა, რომელიც მოვამზადეთ, როდესაც გავდიოდით ქალაქ გარეთ, მარტივად მზადდება, მარტივად ინახება და ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება. მაგრამ ეხლა გადავწყვიტე, რომ მოვარგო ჩემ გემოვნებას და რა თქმა უნდა ვუმატებ შოკოლადს. დავიწყეთ. პირველ რიგში მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილის ცომი. ფხვილი 300 გრამი. შაქრის ფხვნილი 60 გრამი, კარაქი 140 გრამი, ხელით ეხლა ამოურიოთ, კარგად გავხსნათ კარაქი ფხვილთან ერთად. მაშინ, როდესაც ვამზადებდი, მეტი მარილი დავუმატე და იყოს საშუალოდ ტკბილი. ეხლა როგორც თქვით, ჩემი გემოვნებით ვაკეთებ. იქნება ტკბილი, შოკოლადები ექნება და ბევრად უფრო გემრიელი გამოვა. დავუმატოთ ეხლა მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი, ვანილი და დასაყენებელი შავი ჩაი, 1 სუფრის კოვზი. ამოურიოთ მშრალი ინგრედიენტები ერთად. გადავდოთ გვერდით და დავტეხოთ შოკოლადი. პატარა ნატეხებად უნდა დავჭრათ. შავი შოკოლადი სულ დაგვჭირდება 100-150 გრამი. ამ შემთხვევაში ეს არის სპეციალური საკონდიტრო შოკოლადი, რომელიც არის 72%-იანი. ჩავყაროთ ეხლა ჯამში. ზუსტად ვიცი, ეს რეცეპტი უფრო კარგი გამოვა და უფრო გემრიელი და უფრო მეტი გამოხმაურებაც მოყვება, იმიტომ რომ შოკოლადი აქვს. ამოურიოთ კარგად და დავუმატოთ 1 მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული. კვერცხის გული მეტ ფერს მიცემს, უფრო ყვითელი გამოვა ორცხობილა. მოვზილოთ ხელით ეხლა, ნელა-ნელა უფრო შეიკვრება მასა, კარაქიც ლღვება, ხელით რო ვამუშავებთ, უფრო სველდება თითონ ფქვილიც და ნელა-ნელა იკვრება გუნდად. წყალი არ დამიმატებია საერთოდ. ორცხობილას ცომი მზად არის, გადმოვიტანოთ დაფაზე. გამოსაცხობი ფირფიტა და აუცილებლად გამოსაცხობი ქაღალდის დაგვჭირდება. იმდენად მოქნილია თვითონ ეს ცომი, შეგვიძლია ხელითვე გავიყვანოთ. თანაც არ არის აუცილებელი სახლში მომზადებული ორცხობილა იყოს ძალიან სიმეტრიული. მე ვფიქრობ, რომ უფრო ლამაზია ეს შოკოლადის ნატეხები რო ჩანს და ცოტათი უხეშად ამოჭრილი, როდესაც არის ორცხობილა. იყოს ცოტა მაღალი, დაახლოებით 1 თითის სისქის, ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ ამოჭრათ. ეს
მე ვფიქრობ, რომ იდეალური ზომაა, დაახლოებით 4 სანტიმეტრია. ეს იქნება დიდი ორცხობილები, ბევრი შოკოლადით. ორცხობილები ცხება 200 გრადუსზე 10-12 წუთით. გამოცხვა ორცხობილები, შოკოლადიც კარგად ჩანს. ცხელი ჩაიც მაქვს. ლამაზად დავალაგოთ თეფშზე. ლიმონი. მოკლედ, იდეალური კომბინაცია. ჩაის ორცხობილა შოკოლადით და ლიმონიანი ჩაი. უნდა გავსინჯო. აი როგორც თქვი, ეს რეცეპტი კიდევ უფრო საინტერესო გამოვიდა და კიდევ უფრო გემრიელი. ჩაისთან ერთად, რა თქმა უნდა. კოტლეტი გამოუცხარი ხახვის რგოლებით და ანდალუსიური соусით. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდება: შერეული ხორცი 1 კილოგრამი, მოცარელა 200 გრამი, კინძი 5 გრამი, ხახვი ნახევარი თავი, ნიორი 2 კბილი, ძირა და მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ გარნირი: ხახვი 1 თავი, კვერცხი 3 ცალი, დიჟონის მდოგვი 1 სუფრის კოვზი, საფანელი და ფქვილი 100 გრამი, ნიორის ფხვნილი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ ანდალუსიური соуსი: მაიონეზი 100 გრამი, კეჩუპი და ტომატის პასტა 1 სუფრის კოვზი და წითელი წიწაკა. შესაწყვალად დაგჭირდება ზეთი 700 მილილიტრი. 5 სეზონის 5 გამორჩეული კერძი, მეოთხე, გორული კატლეტი, რომელიც ქართლში მოგზაურობისას მოამზადე შებზარეულ სოსოსთან ერთად. იყო გემრიელი, განსაკუთრებული და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ეხლა მოვამზადებ კატლეტს, რომელიც იქნება განსაკუთრებული და ასევე გემრიელი. იქნება უახლოს კატლეტი. პირველ რიგში დავიწყებ გარნირით. ეს არის ხახვის რგოლები. ხახვის რგოლები ძალიან მარტივად მზადდება. გვჭირდება დიდი ხახვი, ნებისმიერი წითელი ან თეთრი. რა თქმა უნდა, გავფრთხილოთ. ერთი დიდი ხახვი საკმარისია და უნდა დავჭრათ რგოლებად, სქელ რგოლებად. 1 სანტიმეტრი, სანტიმეტრი ნახევარი სისქე. და უნდა დავშალო. ნარჩენებს არ გადავაგდებ, ამას ძალიან წვრილად დავჭრი და შერეულ ხორცს ფარშს გავუკეთებ. პირველ რიგში საჭიროა პანირება, ანუ ფქვილი, კვერცხი, საფანელი. მე ისევ კვერცხში უნდა დავაბრალო და ისევ საფანელი, რომ კარგად გქონდეს საფანელი ხახვს. ოქროსფერი უნდა იყოს, მე რომ შეიძლება. მაშასე მჭირდება ჯამი. დაახლოებით 3 კვერცხი. კვერცხში გავუკეთებ დიჟონის მდოგვს. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქართული მდოგვიც გავუკეთეთ, უბრალოდ ქართული მდოგვი ცოტა მძაფრია და გააცხარებს. ამას კარგად ავთქვიფავ. მარილი, რა თქმა უნდა, გემოვნებით. კარგად ავთქვიფავ. მდოგვი რო თანაბრად იყოს გადანაწილებული კვერცხში, ათქვეფილ კვერცხში, ფქვილშიც ცოტა მარილი, ბევრი არაფერი არ უნდა და საფანელი. საფანელში გავუკეთებ ნივრის გრანულებს, ცოტა წითელ წიწაკას, აურევ ერთმანეთში. დავიწყე ამოვლება. ფქვილი, თანაბრად კარგად უნდა იყოს ამოლებული საფანელში. ამას ავიღებ, დავაბრუნებ ისევ კვერცხში.
თებში ცოტა საფანელს მოვაყრი. ხახვის რგოლები ამოვავლე საფანელში, ამას შევინახავ საყინულში დაახლოებით 10-15 წუთით. ვახოს კატლეტს სჭირდება შერეული ხორცი. სჭირდება ჯამი, დაახლოებით 1 კილო შერეული ფარში, ხახვის რგოლებიდან დარჩენილი ხახვი. ტრადიციულად გორული კატლეტის მომზადებისას ხორცის საკებ მანქანაში ტარდება ხორცი, ხახვი, ნიორი და ქინძი და ტარდება დაახლოებით 3-ჯერ ან 4-ჯერ. აქ მე მაქვს 2-ჯერ გატარებული ხორცი, შერეული ხორცი. ხახვს დავჭრი წვრილად, ნიორს გავხეხავ და ერთ სუნს გავუკეთებ მარტო. ხახვი დავჭერით წვრილად, 2-3 კბილი ნიორი. ნიორს ჩავახეხავ. ცოტა ძირა, ძალიან ცოტა, ბევრი არ უნდა. მარილი გემოვნებით, ცოტა ქინძი, ასევე წვრილად დაჭრილი. შეგიძლიათ მანქანაში გაატაროთ და ძალიან წვრილად დაჭრათ. წვრილად დაკეპილი ქინძი და კარგად ამოუღრევ ამ ყველაფერს ერთმანეთში. გორულ კატლეტს სჭირდება დასვენება, დაახლოებით 2-ჯერ მაინც სჭირდება დასვენება, 3-ჯერ გატარება, 2-ჯერ დასვენება. ვახოს კატლეტს არ სჭირდება დასვენება. ვახოს კატლეტი მზად არის შესაძლოა, მაგრამ სანამ შეიწვევა, აუცილებლად მოვამზადებ ფრიცურს. ხახვისთვის ბევრი ზეთი გვინდა, დაახლოებით 700 მილილიტრი. ცეცხლი. ტემპერატურა დაახლოებით უნდა იყოს 190 გრადუსი, თუ თერმომეტრი გაქვთ. გაზომეთ. რითი განსხვავდება ვახოს კატლეტი გორული კატლეტისგან? ვახოს კატლეტს შიგნით აქვს ყველი. ჭამისას ხორცი იქნება რბილი, ყველი იქნება დამდნარი და იქნება ძალიან განსაკუთრებული და გემრიელი. ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მოცარელა, სულგუნი, დნარი ყველით შეიძლება. თავარია ყველი დნებოდეს კარგად. ამიტომ მე ავირჩიე მოცარელა. ზუსტად იგივე ფორმას მიცემ როგორც სოსო მისცა გორში. ესეთი. მოვამზადებ სანამ ზეთი ცხელდება. ვახოს კატლეტს შევწავ ზუსტად გორული კატლეტის შეწვის პრინციპით. გაცხელებულ ტაფაზე დავდებ კატლეტს და მერე დავასხავ ცოტა წყალს და დავახურავ. გაცხელებულ ზეთში ჩავდებ კოტლეტებს. ცოტა ხანი დავბრაწავ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში, მერე ამოვატრიალებ, წყალს დავასხავ, დავახურავ და ყველით ჩადნება და კოტლეტის მზად იქნება. სანამ კოტლეტი იწვება, მოვამზადებ соуს. соуსი ძალიან მარტივია, ჭირდება მაიონეზი, კეჩუპი, ტომატის პასტა, წითელი წიწაკა. ცოტა მაიონეზი უნდა იყოს ძირითადი соуში. 100 გრამი მაიონეზი, 1 სუფრისკოვზი, კეჩუპი და ტომატის პასტა, წითელი წიწაკა, ეს არის ანდალუსიური соуსი. უფრო ცხარე თუ გინდათ რომ იყოს, გავუკეთეთ ტაბასკო соуსი, ან ჩვეულებრივი წიწაკა. ძალიან უხდება ხახვის რგოლებს. კოტლეტი შემიძლია ამოვატრიალო უკვე. კარგია. შვენივე. კარგად დაბრაწულია. ხახვის რგოლები შემიძლია გამოვიღო უკვე საყინულიდან და დავშევწვა ფრიტურში.
კატლეტი უკვე შეიწვა ორივე მხრიდან, ცეცხლს ცოტა დავუწევ. წყალი დავახურე. და შევწვალ კიდევ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. ამასობაში ზუსტად მაგდენივე დრო სჭირდება ხახვის რგოლებს. ხახვის რგოლები მზად არის. ახლოს კატლეტები მზად არის. ანდალუსიური соуსი. ახლოს კოტლეტები მზად არის. იმედია იქნება ისეთივე გამორჩეული და განსაკუთრებული, როგორც გორული კატლეტი. შავი მოცვის მაფინები. დაგჭირდება შავი მოცვი 200 გრამი. ვამზადებთ ცომს. ფქვილი 200 გრამი. შაქარიც 200 გრამი. 80 გრამი კარაქი, 2 ცალი კვერცხი. მაწონი 3 სუფრის კოვზი და გამაფხვიარებელი 1 სუფრის კოვზი. 5 სეზონის 5 გამორჩეული რეცეპტი. ესეც მეხუთე. შოკოლადის ტკბილი მაფინები. რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია. მე ბევრი ვიფიქრე, რითი გამეუმჯობესებინა ეს რეცეპტი და რითი ჩამენაცვლებინა შოკოლადი. რა თქმა უნდა, სეზონური არომატული ხილით. ამ შემთხვევაში შავი მოცვით, რომელსაც ეხლა ყველაზე განსაკუთრებული გემო აქვს, ყველაზე კარგი არომატი და ყველაზე ლამაზი ფერი. დავიწყეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვამზადებთ მაფინის ცომს. პირველ რიგში გავთქვიფოთ 80 გრამი კარაქი. ამოვიყვანოთ ცოტა დაახლოებით 2 წუთი. დავუმატოთ შაქარი 200 გრამი. დავუმატოთ 2 ცალი კვერცხი. სამი სუფრის კოვზი მაწონი. ერთხელაც გავთქვიფოთ ეს მასა. და დავუმატოთ ნელა-ნელა ფქვილი 200 გრამი. დაბალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ. გამაფხვიარებელი 1 ჩაის კოვზი. გამორთოთ მიქსერი. მიქსერი აღარ დაგჭირდება და ბოლოს დავუმატოთ 200 გრამი მთლიანი მოცვი. ამოურიოთ კოვზით. მაფინის მასა მზად არის. დაგჭირდება ფორმები. მე მაქვს სილიკონის ფორმები, შეიძლება ქაღალდის ფორმების გამოყენებაც. გადმოვიტანოთ მასა ფორმებში. ოღონდ ისე, რომ ბოლომდე არ უნდა გავავსოთ, რადგანაც ეს მასა აუცილებლად ამოვა. ვტოვებთ ადგილს.
რითანაც ეს რო გამოცხება, მოცვით გაიხსნება, ლამაზად გამოჩნდება ფერი და თან დარბილდება. ვაცხობთ 180 გრადუსზე 15-20 წუთით. მზად არის. კარგად ოქროსფრად დაიბრაცა. ცხელია. ჩემი ლამაზი მაფინები მზად არის. აი როგორი ფერი მიიღო. აი ზუსტად ამას ვამბობდი. სეზონური, არომატული ხილი და იდეალური მაფინი. ამოვიღოთ ფორმიდან. ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ შავი მოცვით მომზადებული მაფინები ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება ვიდრე შოკოლადის. ეს ესეა. არომატიც ნამდვილად განსაკუთრებული აქვს და უნდა გავსინჯო. მაფინები გაჟღენთილია შავი მოცვის წვენით. ძალიან გემრიელია. კიდევ ერთი გამორჩეული რეცეპტი. მაფინები შავი მოცვით. მზად არის. გურმანი არის ჩემი მეორე ოჯახი. ძალიან დიდი, გრძელვადიანი თავგადასავალი. იმდენი რაღაცა მახსენდება, იმდენი საინტერესო, იმდენი ნერვების საშლა, სიცილი, იუმორი. ყვითელი, მწვანე. მწვანე არ არის. ეგ არა იხვის ტოლო. კაიშო! ტელევიზიაში კასტინგზე რომ მივედი, ჩემთვის იყო, შოკი იყო, რა თქმა უნდა, მწვანე ოთახი და ამდენი განათება და ეს კამერები. ძალიან სასოციალურად ემახსენდება მაგას. კასტინგს. ცოტა შოკი იყო, თითქოს დავიძაბე, მაგრამ ზარეული სტრესის ქვეშ ძალიან თავისუფლად გრძნობს თავს. კამერა სტრესულია. აი ეს სტრესი მოვიშორე, უცებ წამიერა და დავიწყე ლაპარაკი. მაშინ ბახოსაც არ ვიცნობ, ბახოც პირველად დავინახე რომ მოვიდა, ბახომაც მე პირველად დამინახა. წაგვიყვანეს რესტორანში. და მითხრეს ესე სამზარეულოში გაშალეს, დაფები, დანები, ყველაფერი და პროდუქტი არ არის. პროდუქტი არ დევს. და მე და ბახოც გვეუბნებენ, ეხლა გაითამაშეთ, რომ ვითომ თქვენ ერთად ამზადებთ საჭმელს. ისე უნდა ჩაკბით, რომ გემრიელი არის. ძალიან გულით მოვინდო მე და ხომ იმ გამოგონილი საჭმლის მომზადება და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გემრიელი გამოვიდა. როგორც კი შეხვდით აი ის რაღაცა ის ქიმია, ხო იცი რაღაც აი თავისუფლად ეგრევე იუმორი, ეგრევე თითქოს ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ამთან ძალიან მარტივად შევედით ურთიერთობაში. და მახსოვს რომ გვითხრეს რომ უნდა მოვიფიქროთ 100 რეცეპტი. და ეს იყო პირველად მე და ვახო რომ ჩაუჯექით. და იმის მერე უკვე 5 წელია მე მგონი ჩამჯდრები ვარ. და ჩემი პატარა საყვარელი შეფია. თუ მე ვარ იმის, არ ვიცი, აი ჩემია რა. თავიდანვე მივხვდი რომ მე და ვახოსგან კარგი გუნდი გამოვა. რატომ ვეღადავები? ამ ხელ კაცი ხარ, ხარი, რამდენს ეკარი. ჩინური გემოები. განსხვავებული. ყოველთვის ალაპარაკო თემად იქცევა ხოლმე. ჩვენ ხო ვიცი. ორი მზარეული, ვისაც ორივეს ამბიცია აქვს რომ მზარეულია, ერთ სამზარეულოში წარმოუდგენელია.
მაგრამ მე და ვახო ვიყავით, მე მგონი, ანუ ვართ გამონაკლისი. აუ, ძალიან მამაზია. შეიძლება გავსინჯო? რა. აუ, ძალიან გემრიელია. ჩემი საყვარელი სეზონი არის, როდესაც საქართველოს დავიწყე შემოვლა ეს ჩვენი კუთხური მომზადების წესი, ის რეცეპტები რო ჩამოვიტანე, აი სადღაც მანქანის გზაც რო არ არის და იქიდან სუქჩანთით რომ მივდიოდი, რომ ხევის ბერთან ავსულიყავი და იქ ხინკალი მომეხვია და იქ ლუდის მოხარშვა მესწავლა, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიმდიდრე. ამას კომენტარი არ სჭირდება. სულ უნდა გასწავლოთ, სომს რაც ეხება, ვახო. ვახოც ძალიან ემოციური ადამიანია და მეც. და ამიტომაც არ გვიჭირდა აი ამ ყველა ამპლუაში გულახდილად რომ გვეგრძნო ის სიტუაციები და გადმოგვეცა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი ცეცხლი სჭირდება და უფრო მეტი დახვეწა სჭირდება და უფრო საინტერესო გახდება, რა თქმა უნდა, როგორც სამზარეულოში ზუსტად ისევე. მე მაგალითად Facebook-ზე ყოველთვის შევდივარ. ყოველთვის. შეიძლება არ ჩანვარ ხოლმე რომ შევდივარ, მაგრამ ყველა კომენტს ვკითხულობ აბსოლუტურად. იმ კომენტებსაც, სადაც მითხრეს რომ გასუხდიო. სხვათა შორის. ამიტომ დიეტაზე ვარ. თვალს ვადევნებდით და ეხლაც ვადევნებთ, რომ რას ამბობენ, რა მოგწერეს, რა დაგვიკომენტეს. ხო, ასე რომ იცოდეთ, რომ თქვენ გიყურებთ. ისევ კერძს ვამზადებ და ისევ ხალხთან ვაქვს ურთიერთობა. დადებითი მოგონებები, რაც მაქვს, ეს იქნება ყოველთვის, მე ვფიქრობ. არასოდეს არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ამითი დავიტენე ამდენი წლის განმავლობაში და მივიღე გამოცდილება დადებითი ემოციები და მოგონებები. გურმანია ძალიან მიყვარს, ეს მეორე ოჯახია და ეს არის ჩემთვის თავგადასავალი. მე-6 სეზონიც იმედია ძალიან კარგი იქნება, ამაზე უკეთესი იქნება. თამთ, მართალი იყავი. ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. თან ექსპერიმენტი გამოვიდა. მაყურებლისთვის სიურპრიზი იყო. თან გავლილ 5 სეზონს გადავავლე თვალი. მართლა რამდენი გემრიელი კერძი გვაქვს მომზადებული. და ვახო, შენ არ წარმოგიდგენია კიდევ რამდენი გემრიელი კერძი უნდა მოამზადოთ ერთად. ამიტომ არ გემშვიდობებით, გისურვებთ გემრიელ დასვენებას და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ახალ სეზონზე. დროებით.